ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. ალექსანდრე მაკედონელი. მეხუთე ნაწილი. ისოსის ბრძოლის შემდეგ, როდესაც ალექსანდრემ გრანდიოზული წარმატებები მოიპოვა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ფინიკიასა და ეგვიპტეში, სპარსეთის მეფე დარიოს მესამე მიხვდა, რომ ძალთა ბალანსი შეირღა. მან სცადა ომის დიპლომატიური გზით დასრულება და ალექსანდრეს წერილი მისწერა. დარიოსის თავაზობდა უზარმაზარ გამოსასყიდს ტყვედ ჩავარდნილი ოჯახისთვის, საკუთარი იმპერიის ნახევარს, ტერიტორიებს მდინარე ევფრატამდე და თავისი ქალიშვილის ხელს, რაც მათ შორის ნათესაურ კავშირს დაამყარებდა. მაკედონელთა ბანაკში ამ წერილმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. გამოცდილი სარდალი პარმენიონი, რომელიც ყოველთვის პრაგმატული ხედვით გამოირჩეოდა, ხედავდა შანსს, რომ ომი უდიდესი მონოპოლით სისხლისღვრის გარეშე დასრულებულიყო. სწორედ აქ შედგა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიალოგი. პარმენიონმა აღნიშნა: მე დავთანხმდებოდი ალექსანდრე რომ ვიყო, რაზეც ალექსანდრე მოპასუხა: მეც დავთანხმდებოდი პარმენიონი რომ ყოფილიყავიო. ალექსანდრეს უარმა საბოლოოდ გადაწყვიტა აზიის ბედი. დიპლომატიის დრო ამოიწურა და დაიწყო მზადება ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შეტაკებისთვის. დარიოსმა, რომელმაც დაინახა, რომ დათმობებით ვერაფერს გახდებოდა, იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან უზარმაზარი არმიის შეკრება დაიწყო. მან ბრძოლის ველად აირჩია გავგამელა, ფართო, გაშლილი ველი მესოპოტამიაში, სადაც მისი მრავალრიცხოვანი კავალერია და საბრძოლო ეტლები მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოეყენებინა. სპარსელებმა წინასწარ გაასწორეს რელიეფი, რათა ეტლებისთვის გადაადგილება შეემსუბუქებინათ და ბრძოლის ველი საკუთარი სტრატეგიისთვის მოერგოთ. ამ დროისთვის ალექსანდრე ჩრდილოეთ მესოპოტამიის მიმართულებით სწრაფად მიიწევდა. მან გადაკვეთა ევფრატი და შემდეგ ტიგროსიც, რითაც საბოლოოდ შევიდა სპარსეთის იმპერიის ძირითად ტერიტორიაზე. მაკედონელთა არმია შედარებით მცირე, მაგრამ ორგანიზებული და გამოცდილი ძალა იყო. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, იგი დაახლოებით 40-47,000 მებრძოლს მოიცავდა. მის ბირთვს წარმოადგენდა მაკედონური ფალანგა, ძიმე კავალერია, ჰეტაირები, სუბუქი ქვეითი ნაწილები და ბერძენი მოკავშირეები. მიუხედავად რაოდენობისა, ალექსანდრეს ჯარი წლების განმავლობაში უწყვეტ ბრძოლაში იყო გამოწყობილი და კარგად იყო მიჩვეული სწრაფმანევრირებასა და რთულ ვითარებაში მოქმედებას. მეორე მხარეს იდგა დარიოსის არმია, მრავალეთნიკური და რიცხობრივად მნიშვნელოვნად დიდი ძალა. ზუსტი რაოდენობა უცნობია და წყაროებში განსხვავდება, თუმცა თანამედროვე შეფასებით სპარსელთა არმია დაახლოებით 100,000 მებრძოლს მოიცავდა. ზოგიერთ ანტიკურ წყაროში კი ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზრდილია. დარიოსის ჯარში შედიოდნენ სპარსელები, მიდიელები, ინდოელები და სხვა ხალხები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა კავალერია და ეგრეთ წოდებული ცელებიანი ეტლები, რომლებიც მტრის რიგების გარღვევისთვის იყო განკუთვნილი. დარიოსმა თავისი არმია წინასწარ განათავსა შერჩეულ ველზე და ელოდა მაკედონელთა გამოჩენას. მისი გეგმა ეფუძნებოდა რიცხობრივ უპირატესობას და ღია სივრცეში მანევრის თავისუფლებას. როდესაც ალექსანდრეს არმია გავგამელას მახლობლად გამოჩნდა, ორივე მხარე უკვე სრულ მსატყოფნაში იყო. ერთ მხარეს იდგა უზარმაზარი იმპერია თავისი მრავალრიცხოვანი ძალებით, ხოლო მეორე მხარეს შედარებით მცირე, მაგრამ ერთიანი და გამოცდილი არმია, რომელსაც სათავეში ალექსანდრე ედგა. როდესაც მაკედონელებმა
გავგამელას ველზე გადაჭიმული სპარსელთა უზარმაზარი არმია დაინახეს, რომლის კოცონებიც ღამით მთელ ჰორიზონტს ფარავდა, ბევრს შიში დაეუფლა. პარმენიონმა ალექსანდრეს ღამით მოულოდნელი შეტევა შესთავაზა, რაზეც მეფემ თავისი ცნობილი პრინციპით უპასუხა. მე გამარჯვებას არ ვიპარავ. მას სურდა დარიოსის დამარცხება მზის შუქზე, რათა არავის შეჰპარვოდა ეჭვი, ვინ იყო აზიის ნამდვილი მბრძანებელი. ძველი წელთაღრიცხვით 331 წლის 1 ოქტომბერს, დილით მზის ამოსვლასთან ერთად ორივე არმია საბრძოლო წყობაში ჩადგა. სპარსელები, რომლებიც მთელი ღამე იარაღ-ასხმულები ელოდნენ თავდასხმას, დაღლილები იყვნენ. მაკედონელები კი დასვენებულნი გამოვიდნენ ბრძოლის ველზე. ალექსანდრემ თავისი ჯარი ტრადიციულად განალაგა. ცენტრში მაკედონური ფალანგა, მარჯვენა ფლანგზე თავად ალექსანდრე მძიმე კავალერიით, ხოლო მარცხენა ფლანგზე პარმენიონი მოკავშირე ბერძნული და თრაკიული ძალებით. დამატებით შექმნილი იყო მეორე ხაზიც, შესაძლოა შემოვლითი იერიშების მოსაგერიებლად. ბრძოლა ალექსანდრეს მოხერხებული მანევრით დაიწყო. იგი მარჯვენა ფლანგისკენ გადაადგილდა, რათა სპარსელები მოსწორებული ველიდან გამოეტყუებინა. ამ მოძრაობამ დარიოსი აიძულა თავისი ჯარიც გადაეადგილებინა, რამაც სპარსელთა წყობა გაწელა და ხაზებში ნაპრალები გააჩინა. სწორედ ამ სუსტი წერტილის პოვნას ცდილობდა ალექსანდრე. ამ დროს დარიოსმა შეტევის დაწყება ბრძანა და წინ გაუშვა ცელებიანი ეტლები. ასობით ეტლი დიდი სისრაფით დაიძრა ფალანგისკენ. თუმცა მაკედონელებმა წინასწარ მომზადებული ტაქტიკა გამოიყენეს, რიგები გახსნეს და დერეფნები შექმნეს. ეტლებმა ცარიელ სივრცეში ჩაიქრონეს, სადაც ისინი მაკედონელმა მეისრეებმა და მსუბუქმა ქვეითებმა უმოწყალოდ გაანადგურეს. ამგვარად სპარსელთა ერთ-ერთი მთავარი იარაღი განეიტრალდა. ამავდროულად მარცხენა ფლანგზე მდგომარეობა გართულდა. პარმენიონის ძალები ძლიერ ზეწოლას განიცდიდა და საფრთხე შეიქმნა, რომ მაკედონელთა წყობა დარღვეულიყო. სწორედ ამ დროს ალექსანდრემ შენიშნა, რომ სპარსელთა ცენტრსა და მარცხენა ფლანგს შორის მცირე ნაპრალი გაჩნდა. მან შეკრიბა თავისი საუკეთესო კავალერია და მთელი ძალით პირდაპირ ამ ნაპრალში დარიოსის მიმართულებით შეიჭრა. ბრძოლის ქაოსში ალექსანდრე იმდენად მიუახლოვდა დარიოს, რომ მათ შორის მხოლოდ მცირედი მანძილი რჩებოდა. როდესაც სპარსეთის მეფემ დაინახა მაკედონელთა მეფის შეუჩერებელი წინსვლა, მან ბრძოლის ველი დატოვა და გაქცევით უშველა თავს. მეფის გაქცევამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. სპარსული არმიის საბრძოლო სული გატყდა და წინააღმდეგობა განელდა. საბოლოოდ სპარსეთის არმია სრულად დამარცხდა. გავგამელას ბრძოლა ალექსანდრესთვის გადამწყვეტი გამარჯვება გახდა. მან საბოლოოდ დაანგრია აქემენიანთა იმპერიის სამხედრო საფუძველი. ალექსანდრემ დაამტკიცა, რომ აზიის ახალი ბრძანებელი თავად იყო. მეხუთე ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.